ქალაქელი Մելիքյանը։ Բարի օր հարգելի մարզասերներ, այսօր Արոշանյան մեդիա սպորտ նյուզի YouTube-յան ալիքում կարող եք դիտել Նաիր Մելիքյանի հաղթական մենամարտը GAMA լիգայի կիսամիջին քաշային կարգում։ Մելիքյանը նվաճել է Grand Prix-ին։ Նա մրցել է Ռուսաստանը ներկայացնող մարտիկ Վլադիմիր Իոսելյանիի դեմ։ Ներկայացնում ենք մենամարտի տեսագրությունը։ Իոսելյանի არის 37 წლის, იწონის 73 კილოგრამს, არც 172 დააფიქსირა, არის 178 სანტიმეტრი და გამას რინგზე მას აქვს რეკორდი 4 ნალზე ვლადიმერ იოსელიანი მეგობრებო. ვლადიმერის მეტოქე Նաիր, ახალქალაქელი მელიქიანი არის 27 წლის, იწონის 73 კილოგრამს, მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრი, ხოლო მისი რეკორდი მუშტი კრივში 3-2-ზე. Նաիր Մելիքյան! კარგი ფიზიკური მონაცემები. არანაკლები იოსელიანიც. ვლადიმერი საკმაოდ გამოცდილი და ჩემი აზრით ეს ბრძოლა თუ პირველ რაუნდში არ მოხდება, მორჩება, შემდეგ შეიძლება ყველაფერი მოხდეს ამ ბრძოლაში. ნახოთ როგორ დაიწყოს მელიქიანი. კარგი. დაიწყო. პირველი რაუნდი დაიწყო, საკმაოდ მნიშვნელოვანი და არა იოსელიანიც ახლა რა გაცვლები. გონი ამ რაოდენობის დარტყმები ჯერ არ მოხვედრია მელიქიანს, რაც გამაშია. აი ახლა ჯები დაასრულა მეორე ბექა. არა ძმაო, ეს მეორე ბექა არის, არა. ამათი ბრძოლა აი არ ვიცი. აუ, თვალები ძალიან ცუდ დღეში აქვს. ექიმი გჭირდება, თვალები ძალიან ცუდ დღეში აქვს. სასწრაფოდ ექიმი გჭირდება. ეს რა იყო ღმერთო ჩემო? ყველაზე სწრაფი ნოკაუტი. თუ არ ავწდები არა ეს არ ვიცი ძმაო. ეს არ ვიცი. აუ თვალები. აი იმედია ყველაფერი კარგად იქნება. და იმედია გასაკერი აქვს ორივე დიდი ალბათობით რა. აი ახლა ჰაილაითები თავიდან კარგად დაიჭირა იოსელიანმა, მაგრამ აი გათიშული იყო, აქ უკვე გათიშული იყო, მაგრამ დგომში იყო, იქ სრულად ლეგალურად გააკეთა ყველა დარტყმა. რა თქმა უნდა. ოჩახ, ბრავო, ძალიან მაგარი ბიჭია, მეულოცოთ ნაირს ეს გამარჯვება. ამ ბრძოლაში ნოკაუტით Նաիր Մելիքյանը